გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი საქმე ყოფილი პროკურორის მოადგილის და ყოფილი განათლების მინისტრის, დღეს კი რუსთავიორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის და სხვათა დაკავება და გირაოს შემდეგ გათავისუფლება იყო. გასულ კვირაში პირველად არჩევნების შემდეგ ისევ გამოჩნდა ფარული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერები, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ზვიად თხელიძე გიამბობთ მილიონიან საქმეზე, რომლის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2, შპს მტკვარი ენერგეტიკის და კომპანია თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს ელენდეფ სერვისის დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აუდიტორული კომპანია გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენის დამფუძნებელი კახა დამენია და ამავე კომპანიის დირექტორი იზაბელა გუტიძე 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში სდებს ბრალს. გამოვიდა ელიტარული კორუფციის სქემა. გამოძიების ვერსიით რუსული კომპანია ინტერრაო ES-ის წარმომადგენელმა საქართველოში მის შვილობილ კომპანიებში დეტალური საგადასახადო შემოწმების აცილებისთვის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს $1 მილიონი შესთავაზა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მინისტრმა რუსული კომპანიის წინადადება მიიღო. გარიგება 2012 წლის ივლისში შედგა. ქრთამის ლეგალიზაციის სქემა კი ინტერრაო ES-ის წარმომადგენლებს თავად ხეთაგურმა შესთავაზა. ხეთაგურის სქემით მასსა და ინტერრაო ES შორის შუამავალი ხრამჰესი 1-ის, ხრამჰესი 2-ის, შპს მტკვარი ენერგეტიკის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი იყო. კანდელაკი მინისტრის მითითებით მისავე მეგობარს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ დევი კანდელაკს ქრთამის $1 მილიონი ელენდეფ სერვისის ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა. შპს ელენდეფ სერვისის დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე ნიკა გვარამიას მეგობარია. 2006 წლიდან ის უზენაესი სასამართლოს მანდატორია. ელენდეფ სერვისი ნემსიწვერიძემ 2012 წლის 26 ივლისს 16 საათსა და 56 წუთზე დააფუძნა. თუმცა თელასის ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ნემსიწვერიძის კომპანიის მომსახურების შესყიდვის და მომსახურების ღირებულების 90%-ის $450,000 ავანსად გადარიცხვის გადაწყვეტილება კომპანიის დაფუძნებამდე 2 საათით ადრე 2012 წლის 26 ივლისს 15 საათზე მიიღო. სქემა თავისთავად წლების განმავლობაში შესაძლოა მუშაობდა. ხედველობაში მაქვს შესყიდვები, ხელოვნური შესყიდვები თელასში. მნიშვნელოვანი იქნება თავიდან, სწორედ შესყიდვის მომენტიდან დღემდე, იგივე თუნდაც იმ გამოძიებული საქმის საფუძვლის შესწავლა და ძალიან ბევრ კითხვას მერწმუნედ გაეცემა პასუხი. საეჭვოა ელენდეფ სერვისის კომპეტენციაც, რადგან მანამდე ამ ტიპის საქმიანობა არასოდეს განუხორციელებია. გამოძიების დაწყების შემდეგ მოულოდნელად საქმეში ჩნდება ქვეკონტრაქტორი აუდიტორული კომპანია გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენი. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიაა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ძიების დაწყებამდე ნემსიწვერიძე არც დამენიას იცნობდა და არც მის კომპანიას. ამას ნიკა გვარამიასთან განხორციელებული სატელეფონო ზარიც ადასტურებს. ხო, და ეხლა საბუთებზე სად ინახებაო ეს საბუთები და არ ვიცი მეთქი და წარმოდგენა არა მაქვს თქო და. კაი უთხარი კაცო, სადაც ინახება გეტყვი, დამენიას. შენთან უთხრა? არა, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, იმასთან ინახება თქო, ეხლა სადაც ინახება ის უთხარი შენ კიდე, რათ უნდა ლაპარაკი, კახა დამენია. არ ვიცი სადაა, ვინა? დამენიას ოფისში, კახა დამენიას ოფისში. რისი? კახა დამენიას ოფისში და. თელასის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. თითქმის $9 მილიონი უცნობი ფირმისთვის ავანსად გადახდის გადაწყვეტილებამ ბორდში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი დააეჭვა.
თემურ ჭინჭარაული ხეთაგურის პირველ მოადგილეს. მარიამ ვალიშვილს დაუკავშირდა და გადაწყვეტილებაზე სამინისტროს თანხმობა მოითხოვა. დღის ბოლოს მინისტრის მოადგილემ შეატყობინა, რომ ხეთაგური თანახმაა ელენდებ სერვისს ავანსად $450,000 გადაურიცხონ. ჭინჭარაული ამბობს, რომ ვალიშვილი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. იმან რომ ამხელა თანხა ირიცხებოდა კომპანიაზე. როდესაც ჩვენ საქმეები ქონდა კიდე მეტი გასაკეთეს ეხება კომპანიის დაქირავებას, რომელიც მეშვეობითაც უნდა თელასის აქციები გასულიყო საერთაშორისო ბირჟაზე განთავსებულიყო. Компания Интеррау ЕС. Интеррау ЕС-ის სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის დივიზიონის ხელმძღვანელი ვადიმ მიტიუშინი მაშინდელ ხელისუფლებასთან და საფინანსო ინსტიტუტებთან საგადასახადო შეთანხმების ძიებას იძულებით ნაბიჯს უწოდებს. ანალოგიურია ხრამჰესი 1-ის, ხრამჰესი 2-ის, შიპს მტკვარი ენერგეტიკის და კომპანია თელასის გენერალური დირექტორის დევი კანდელაკის ჩვენებაც. საქართველოში ბიზნეს უსაფრთხოებისთვის ინტერრაუ ესი იძულებული იყო ვანო მერაბიშვილის მთავრობისთვის გონივრული თანხა ეხადა. ჩვენ ვშიშობდით, რომ შემოწმების შემდეგ ჩვენს მიმართ წარდგენილი იქნებოდა დაუსაბუთებელი პრეტენზიები. საქართველოში მოქმედი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ ერთადერთ გამოსავალს ვხედავდით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში. ინტერრაუ ესის ქართული საწარმოები საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურებიდან განიცდიდნენ ზეწოლას. ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის დასაწყისში თელასში განვითარებული მოვლენები. კერძო სააქციო საზოგადოება თელასის თანამდებობის პირების დაპატიმრებები. მათი გათავისუფლებები გარკვეული საზღაურის შემდეგ. ახალი იძულებითი დანიშვნები. ქართულებული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს მთავრობასა და ინტერრაუ ესს შორის. როდის გაფორმდა ხელშეკრულება ელენდებ სერვისსა და გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენ შორის უცნობია. ეს არც გიორგი ნემსიწვერიძის და კახა დამენიას ჩვენებებიდან ჩანს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები ელენდებ სერვისსა და აუდიტორულ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებზე გიორგი ნემსიწვერიძის ხელმოწერებმაც დააეჭვა. გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს ელენდებ სერვისის, შპს გუტიძე, დამენია ჩანტლაძე სოლუშენთან გაფორმებული ყველა ქვესაკონტრაქტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერები, რომელიც გაფორმებული არის გიორგი ნემსიწვერიძის სახელით, არის გაყალბებული. გაყალბებულია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც შპს მტკვარი ენერგეტიკასთვის თითქოს და ელენდებ სერვისმა მოამზადა. ის საქართველოში ინტერრაუ ესის კუთვნილი აქტივების კონსოლიდაციას ეხება. დოკუმენტებით შესრულებული სამუშაოსთვის ინტერრაუ ესის შვილობილი კომპანიებისგან გადმორიცხული $1,000,000-დან ელენდებ სერვისმა ქვეკონტრაქტორ კომპანიას $590,000 გადაუხადა. ანალოგიური კვლევა ინტერრაუ ესისთვის ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე PricewaterhouseCoopers's საქართველოს ფილიალმა მოამზადა. სოფლიოში წამყვან აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანიას ამისთვის სულ რაღაც $32,000 გადაუხადეს. ორი კვლევის იდენტურობას ადასტურებს როგორც PricewaterhouseCoopers's საქართველოს ფილიალის დირექტორი იური დოლიძე, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროც. შპს ელენდებ სერვისის სახელით შედგენილი 2012 წლის ოქტომბრის ანგარიში არის ჩვენს მიერ შედგენილი 2012 წლის 19 მარტის ანგარიშის იდენტური. გარდა შპს ელენდებ სერვისის სახელით შედგენილ 2012 წლის ოქტომბრის ანგარიში 91 გვერდიდან მიასე გვერდის ჩათვლით. ამონაწერის საექსპერტო დასკვნიდან შპს ელენდებ სერვისის 2012 წლის ოქტომბრის თარიღით შედგენილ დასკვნაში აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers's ცენტრალური აზია და კავკასია ბივის ფილიალის საქართველოსის მიერ 2012 წლის მარტის თარიღით შედგენილი ტეტრაგონ ჯგუფის რესტრუქტურიზაციისგან განსხვავებით მე-6, მე-7, მე-9, მე-12, მე-15 და 92 მეასე გვერდებზე დამატებით განხილული საკითხების მომსახურების მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს $3,000. თუ ჩვენ გვინდა რამე გამოვასწოროთ და ეს იყოს უფრო კარგი, მაშინ გამოვასწოროთ რა და თუ გვინდა რომ ჩავიდეთ კიდევ უფრო ღრმად და შევიერთოთ, რა ქვია და ანუ რამბალკოშესავით გქონდეს ჩვენი ტელევიზიები, ჩვენი ისენი და ესე ვიცხოვროთ, ეგ არ გამოვა რა. პრეზიდენტი
უმცირესობის წევრები, წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლები, პოეტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ყისიერად გამოეხმაურნენ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ბრალდებულთა უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ნიკა გვარამიას დაკავება მათთვის დამოუკიდებელ მედიაზე და რუსთავი ორზე ზეწოლად აღიქმება. იურისტი ოთარ კახიძეც, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, ამბობს, რომ ალექსანდრე ხეთაგური უდანაშაულოა. რომელი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ალექსანდრე ხეთაგურმა იმეს ქრთამი მოსთხოვა. ვინაიდან როდესაც პროკურორს დაუსვა ეს კითხვა დაცვის მხარემ, არსებობს თუ არა კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ხეთაგურის მიერ ქრთამის აღებას, ესე კონკრეტულად არა, იყო პროკურორის პასუხი. ეს არის საქმის მთავარი ღერძი. თუ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ხეთაგურის მიერ ქრთამის მოთხოვნაზე, მაშინ მთელი საქმე არის უკვე თიხის კოლოსზე დგას ფაქტიურად, ესე გამოდის. იმიტომ იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ელიტური კორუფციის სქემა, რომლის საშუალებითაც მილიონების ლეგალიზება ხდებოდა, წინამთავრობაში კარგად ჰქონდა დათვისებული. ამ სქემით სახელმწიფო მოხელეები კომპანიის წინაშე რაღაც ვალდებულებებს იღებდნენ. სანაცვლოდ კი კომპანია ჩინოვნიკებს ფულს პირდაპირ ან ირიბად უხდიდა. ასე მოხდა ინტერრაო-ეს-ის შემთხვევაშიც. თამაშის წესები, არაჯანსაღი თამაშის წესები ბაზარზე იმთავითვე დამკვიდრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ საუბარია არა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების პირადი მიზნების გამოყენებაზე, არამედ თითოეული ჩვენგანის, თითოეული მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხაზე, ზედმეტად გადახდილ თანხაზე. მოახერხებს თუ არა პროკურატურამ მტკიცედ დაიცვას თავის პოზიცია და რუსთავი ორის გენერალური დირექტორის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა დაამტკიცოს, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება. გუშინ ექვსივე ბრალდებული საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემდეგი სასამართლოს ხდომა 31 იანვარსაა ჩანიშნული.